კბილი თუ არ ტკივა ადამიანს მივიდეს სტომატოლოგს. ხალხ აუღებდნენ რაღაცას შეუძლია მეორე ტრადიციულ მედიცინაში, როგორ იცით ჩვენ სხვერიდან როდესაც PCR ტესტს ვიკეთებთ, ხო? მაინდა-მაინც სხვი ხალხის თავს უნდა აწაკო. ეს არის უდიდესი გლანდულა, რომელიც იცავს თელს ჩვენს გავითოდნენ ბოლოში და იქ უთყავდნენ ადამიანს ერთხელ კლინიკაში უნდა ჩაიტარო და ჩავიტარო წავართვი ხელი და რა შვები ეგ ერთი და კიდევ იყო მოსაზრება რომ ის პირველი ტესტები რომელიც შემოვიდა რაღაც აღნიშნები ჰქონდა პლუს და მინუსი და ცხრიდან რომ ცხრები რო ქონდათ გადმოყოფილი ამ ხალხს მანქანებიდან საზღვარზე თურქეთიდან რო გადმოდიოდნენ და ცხვირში რო უჩხიკინებდნენ იქნებ ვირუსები შემოქონდა რატო ამას არ ვაქცევთ ჩვენ ვაქცევთ ამაშია საქმე არა იცით რა არის ჩვენ მოხსენებები რა ძალიან ისეთი აკადემიურია დიდი მადლობა ამისთვის მაგრამ მორიდები იმიტომ რომ კოლეგიალობას არ ვარ ეს მithorats მაგრამ წაიღალ იმიტომ მე როდესაც პატიოსა დარგში პატიოსი ხალხი მოვა ისინი გაფრთხილებული იქნება და პასუხი უნდა მოეთხოვო მომერენე დარგი არის თუ პატიოსო დარგი არის სულა მაგისმეც რას ვაკეთებდით ჩვენ 3 წელიწადი ვამხელდით მაგრამ რა მივიღეთ არა პრინციპში მივიღეთ ის რომ რაღაცები გავაჩერეთ მაგრამ არა რაღაცა შედეგი იყო მაგრამ ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო არა და რეაგირებაც არა და ეხლა დღევანდელი კონფერენციის მიზანი არის რა იცი რომ მივიქციოთ ყურადღება რომ დავაყენოთ ეს საკითხები ზუსტად. მე ვფიქრობ რომ უნდა შეიქმნას რაღაცა კომისია სპეციალური, როგორც ამერიკაში უამრავ კომისიებს ხნის ახლა კენედი. და ჩვენც მივიღოთ კომისია, სადაც შევლენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ჩვენ წარმოვადგენთ ახლა მე მაგის გაის ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს რომ მაგას ჩაუდგეთ თქვა სათავეში და ვიმონაწილეო, მაგრამ ახლა ახალგაზრდები ვინც ახართ აგერ თინა აქტიური ზურა იგივე შენ ხო და მე მგონი ხო აი ეს ახალგაზრდების რო ჩავრთოთ ცოტა კიდევ უფრო და ერთი ის მინდა ვთქვა ქართული პარადოქსი პირველი რომ აი ტესტებზე რო თქვათია ტესტები მთელ მსოფლიოში რომ მორჩა და ყველგან აიგრძალა აღიარეს რომ ალბათობა სტომილების არის 80% და არსად აღარ ცნობდნენ ამ ტესტებს ჩვენთან გრძელდებოდა და უკეთეს გეტყვით არის კლინიკები მე ხო ძალიან ბევრი ხალხი მწერს ყველა საჩივარი მოდის ჩემთან რაც დაკავშირებული არის მედიცინასთან მით უმეტეს კოვიდთან ეხაც მწერენ რომ კლინიკაში არიღებენ რომ რამდენიმე კლინიკაში პაციენტებს თუ არ ჩაიტარა PCR ტესტი აი აქ ჯერ ერთი გაუგებარია რა საჭიროა ნუ ჯერ ერთი უარყოფილია უკვე და მაინც ხო ვიღაცის ბიზნესია ფაქტია ხა რა თუ და ამას კითხვა მაგრამ მე მებადებოდა სულ კითხვა კარგი ჩაიტარეს ახლა PCR ტესტი და დაადგინეს რომ არ არის ატიპის გრიპი და არის PCR ისა კოვიდი მე რა მკურნალობა არის სპეციფიური რამე ნებისმიერი ვირუსის მკურნალობა მაინც ერთ და იგივეა რა რემდესივირი მოქმედებს ad იმაზე ღორის გრიპზე ტამიფლუ მოქმედებს ახლა ექიმები ვარ და ვიცით რომ არანაირი განსხვავება არ არის ხო ლიმონიანი ჩაი და ასე შემდეგ მიურიანი ჩაი ჩემი რეცეპტი და მდოგვის ისინი ბავშვებს ვანები ფეხებზე ისო ჩვეულებრივი ხალხური მედიცინა და როგორც მკურნალობდით ხო იქ პარაცეტამოლია თუ რაღაცა არის ყველა ვიცით როგორ უნდა უმკურნალოთ ეს სიტუაციებს და მე ჩვენ ყავს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტუმარი პროფესორი ბატონი საშა ბაბიტაშვილი ალექსანდრე ბაბიტაშვილი რომელიც არის გარდა იმისა რომ თავის დარგში არის ძალიან წამყვანი სპეციალისტი და ძალიან ცნობილი როგორც გინეკოლოგი როგორც ეხოსკოპისტი როგორც რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის წევრი ასევე ჩემთვის განსაკუთრებით საპატივცემულო სტუმარი იმიტომ რომ ის ხელმძღვანელობს უკვე წლების განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციებს, ექიმთა კონფერენციებს, რომელიც ტარდება წელიწადში 2 ჯერ, ზაფხულში და ზამთარში. სადაც ჩამოდიან ძალიან საინტერესო პიროვნებები, რომლების მეშვეობითაც მე მაკონტაქტები, აუტიზმთან უკვე რამდენი წელია განიცემით ამ კონფერენციების მეშვეობით და რატო არის განსაკუთრებით ჩემთვის საპატივცემულო ეს პიროვნება, იმიტომ რომ
არასოდეს მას არ დაუბლოკია ჩემი მოხსენებები. ის მოხსენებები, რომლებსაც პრესაც, ტელევიზიაც, კონფერენციების და ექიმების არა მარტო უარს მეუბნებიან, არამედ ბევრი მათგანი პერსონა ნონ-გრატადაც მაცხადებს და არიან ისეთი ექიმები, რომლებსაც გამარჯვების თქმისაც ეშინია ჩემთვის. და აი ამ კონფერენციას და ბატონ საშას არასოდეს არ შეშინებია და მე ყოველთვის მქონდა იმის საშუალება, რომ მესაუბრა იგივე ვაქცინებზე, იგივე აუტიზმზე, ჩემი მოხსენებები დევს, მათ საიდებზე დევს და ყოველთვის ეძლეოდა ადამიანებს საშუალება, რომ ამას გაცნობოდნენ. ანუ ჩემ ესე ვთქვათ, ბრძოლის ერთ-ერთ ფლანგს წარმოადგენს აი ეს კონფერენციები. დიდი მადლობა ბატონ საშა ამისათვის და შემდეგ მე ვთხოვ მას, რომ მან მოგვახსენოს ძალიან მოკლედ რა არის სადაზღვევო სისტემაში ამერიკაში, იმიტომ რომ ესე ძალიან ისეთი საკითხია. ჩვენთან გამორკვეველი, გაუგებარი, მე დღემდე ვერ გავერკვიე, უნდა დავიზღვიო თუ არა და რას მაძლევს ეს დაზღვევა. და ბატონ საშას ვთხოვ, რომ უარს არ გვეტყვის, მე მგონი რომ ორი სიტყვით ამაში გაგვარკვიოს. სადაზღვევო სისტემაში ჩვენთან მართალი გითხრათ, მე ვერ გავერკვიე და ბევრ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ბატონ საშა გთხოვთ ძალიან მოკლედ აი ეს არაპროფესიონალებისთვის გასაგებ ენაზე, რომ გაგვარკვიოთ ამ საკითხს. უბრალოდ ყოვლისა ყველას მოგესალმებით. მიხარია რომ ხედავთ ამდენ თავისუფალ ადამიანს. თავისუფალი იმიტომ კი არა, პოლიტიკურად თავისუფალია. ან სულიერად ფიზიკურად, არამედ იმიტომ რომ საკუთარ სინდის აქ ვინც არის, ეს გალბონტინას მასოხრება რომ ეს ხალხი მოიცია, საკუთარ სინდის არამედ გულზე არ დააჭირა. ყველა მოქმედებს საკუთარი სინდისის მიხედვით. ეს ძალიან კარგია. ეხლა რაც ეხება ჩვენ მიდგომას და ჩვენი კოლექტივის, ჩვენი ასოციაციის, ეს არის მეცნიერთა სპეციალისტთა ასოციაციის, დიდი ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტი, რომელსაც მე ხელმძღვანელობ. აქ ჩვენ გვაქვს კოლექტიური მმართველობა და ჩვენ ვდგევართ იმ პოზიციაზე, რომ თავარი არის თავისუფალი სინდისზე აგებული დამოკიდებულება და რაც თავარია პროფესიონალიზმი. და თქვენ ვინც დადიოდეთ ჩვენთან დადის, დარწმუნდება იმაში, რომ ეს ნამდვილად ასეა. მეორე მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ თინას, რომ შეძლო ამდენი ხალხის ასეთი ნორმალური ხალხის აქ შეკრება და ყოველთვის ახერხებს, ყოველთვის მოქმედებს და მუშაობს ისეთნაირად, რომ ესე იგი ჩვენთვის არა მხოლოდ მთელი ქვეყნისთვის სარგებლობა მოაქვს. დიდი მადლობა ქალბატონ თინა, მე მინდა კიდევ ერთხელ ტაში დაუკრავ ამისათვის. დიდი მადლობა. ეხლა რაც მე მთხოვა ქალბატონ თინამ გამოსულიყავი და მე თქვა, მე ძალიან ცოტა დრო 10 წუთი, იმიტომ რომ მე პირადად ამერიკის მედიცინას სწავლობდი და სწავლობ დღემდე და ბატონ ვასილ კაჭარავას ხელმძღვანელობით ჩატარდა რამდენიმე ათეული ამერიკის კონფერენცია ჯავახიშვილის ჩვენი მეგობრის, ჩვენი თანამოაზრეს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩარშავთინ გარდაიცვალა, მაგრამ სულ ჩვენთან დადიოდა, ჩვენთანაც ვაკეთებდით ამ კონფერენციებს და მაქვს დაახლოებით 12 მოხსენება გაკეთებული პრეზენტაცია 1 საათიანი. ამიტომ ეს უზარმაზარი ინფორმაცია რას წარმოადგენს ამერიკული მედიცინა. უზარმაზარი ინფორმაცია დამიჯერეთ და კიდე ალბათ იმდენი უნდა გაკეთდეს, რომ მხოლოდ მივახლოვდით იმას. ყველა შტატს თავისებურება, საფედერალურ მთავრობას თავისი აქვს, მაგრამ ყველას აქვს ესე იგი გარკვეული მიდგომები და ამ მიდგომებს სჭირდება შესწავლა და განხილვა. ეხლა რა მინდა თქვა, ამიტომ მე ჩავთვალე რომ აქ სლაიდების ჩვენება ალბათ ძალიან დიდ დროს წაიღებს და ამიტომ სიტყვიერად გამოვალ და პატარა მიმოხილვას გავაკეთებ ამის შესახებ. თუ რა ხდება, ესე იგი, რაც ერთ-ერთი ელემენტია ძალიან საინტერესო, ეს არის სადაზღვევო მედიცინა. მაგრამ სანამ ამაზე გადავალ და მოგახსენებ ძალიან მოკლედ ამერიკის სადაზღვევო მედიცინის შესახებ, რომ განსხვავდება ჩვენ მედიცინასგან რატო? იქ არის სადაზღვევო მედიცინა. ჩვენთან სადაზღვევო მედიცინა არ არსებობს. ჩვენთან არის მხოლოდ სამედიცინო ზოგიერთი შემთხვევების დაზღვევა. მორჩა მეტი არაფერი არ არის.
არც საპენსიო საკითხებთან დაკავშირებულია, არც ესე იგი ბევრ ამასთან კიდე უნდა იყოს, მთელი სისტემა ჩვენთან არ არის ეგა. ამიტომ ესე იგი საინტერესო იქნება ალბათ თუ რა არის საინტერესო და რა არის იქ ისეთი, რაც ჩვენ გამოგვადგება რუკა კალბატონთან და თქვა გამიკეთე. მაგრამ სანამ ამაზე გადავალ, მე არ შემიძლია გვანტინა 2 წუთი მხოლოდ დამიმატეთ, რომ ზოგიერთ საკითხზე, რომელიც აქ იყო განხილული, არ თქვა ჩემი აზრი. პირველი აი ბატონ ესე იგი ზურაბ კონსიაშულს ჰქონდა არაჩვეულებრივი მოხსენება სურსათის უვნებლობაზე. მე ვერ ხედა ბატონ არ არის აქ წასულია, მაგრამ კარგი იქნება თუ ის ან ვინმე სხვა დააყენებს საკითხს, რატომ მოხდა ის, რომ სააკაშვილის მთავრობამ გამოიტანა კანონი, დაამტკიცა კანონი, რომ 2014 წლამდე ვინც დაიწყებს შემოწმებას იმ პროდუქციის, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან და მისი ისე ვთქვათ მამლულობის და ასე შემდეგ შემოდგება დადგენა, სისხლის სამართლის კანონის დაიჯდება. კი. იცის ვინმე ამის შესახებ? არ იცით. და იცით რო არა, რომ ეს უნდა ყოფილიყო, ესე იგი 14 წლამდე მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ვინმე გაიგო, რომ ეს კანონი გაუქმდა, ან რამე მოხდა? არც მე ვიცი. ესე იგი თუ არ გაუქმებული არ არის ამაზე, ესე იგი გრძელდება. მე გთხოვთ, ვისაც ხელი მიუძღეს, ვისაც შეუძლია გაიგოთ, ხალხი იგივე თქვენ იქნებ დასვათ საკითხი ამ კანონის შესახებ. მოქმედებს თუ არა? ეს რაც შემოდის და ჩვენთან რო არის ესე იგი კომიტეტი თუ სააგენტო სურსათის უვნებლობის, თუ იცით რამდენი კაცი მუშაობს იქ? რამდენია? არ ვიცი, არც მე ვიცი. მე ვიცი, მხოლოდ გადმოცემით 50 კაცზე მეტი არ არის. ეხლა მითხარით, საბჭოთა კავშირის როცა იყო სანიტარული სამსახური. რამდენი ადამიანი მუშაობდა? გავჩვენდეთ, არ გვინდა ეხლა მოზე გაგრძელება. ეხლა რაზეა ლაპარაკი? როგორ აუდის ეს პატარა, ეს ყველაფერი თელ საქართველოში ჩაატაროს ანალიზები და არც ლაბორატორია ცოტა, არც არაფერი. როდესაც ესე იგი ჩვენთან ძირითადი საექსპერტო ლაბორატორია რომ არის, ის გზავნის ძალიან ბევრს ანალიზს საზღვარგარეთ და აქ არაკეთებს. ვინმე ფიქრობს ამაზე ეს რო იყოს? როდესაც სააკაშვილს უთხრეს, რატო გაუქმდეს სანიტარული სამსახური, ეს არის ასე თქვა, ეს არის რა? კორუფციის წყარო. კი, მაგრამ პოლიცია იყო თუ არა მისი გაგებით კორუფციის წყარო, ხო იყო? ხო მოხდა და ჩვენ ამას ვერ დავუმალავთ, რომ გააკეთა, როდესაც ეს კორუფცია, როცა ესე იგი გაიდგა და ყველა საფათლას და ხუთ მანერს არტმევდა, ხო აღარ არის ეგა. ხო შეიძლება გააკეთე, მაგრამ პოლიცია ჭირდებოდა მას. და სანიტარული სამსახური აინტერესებს, რატო დავხარჯოთ ამაზე ფული? რამდენი აქვს ახლა იქ ფული სხვა მიმართულებით წასული ღმერთმა იცის. ეს რაც ეხება აი ამაზე მე სამ დაანჩენ უკვე თვითონ გამოიტანენ დასკვნები. მეორე სტატისტიკა. რო ეძახიან რომ ესე იგი აქ მე გთხოვთ ყველა ჩვენთან კონფერენციებზე დიდი ხანი დასოფლიოში ლაპარაკი უნდა იყოს მტკიცებითი მედიცინის პრინციპების გამოყენებაზე. როცა ჩვენ ლაპარაკობ და მე გეთანხმები რომ მართლა ასია და ესე იგი როცა ლაპარაკი იყო მასზე რომ უნაყოფობას იწევს. გთხოვთ ძალიან ნახოთ რამდენია 2 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა შობადობა საქართველოში. მაშინ გავიგებთ ასე მოქმედებს თუ არა რეალურად. თუ შემცირდა ან სიკვდილიანობა გაიზარდა ან რაც მოხდა ნავთი სურათი რეალური სურათი გასცემდება. ეხლა რაც ეხება სტატისტიკას დავეყნობით თუ არა გეტყვით ჩვენთან ორი სახის სტატისტიკაა მედიცინაში. პირველი რომელსაც აკეთებს სტატისტიკის სამთავრობო კომიტეტი და აწვდის ინფორმაციას შობადობას სიკვდილობაზე იმის მიხედვით თუ რა ცნობები ჭირდებათ ოჯახის წევრებს რომ ან ესე იგი მიასვენონ ან და გააფორმონ ესე იგი ახალშობილის დაბადების მოწმობა.
მეორე ეს არის ის ვარიანტი, როცა მთავარი ექიმები აწლიან ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას. და ვიცით რა სხვაობა იქა? ჩვენ გქონდა ეს გამოკლეული. მე და მართლაც კერესეძემ თავის დროზე ეს გამოვიკლიეთ. 30% სხვაობა. 30%. აი ესეც სხვაობა. და ამიტომ ესაც უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა ხო, კიდე ერთი და ამით შესავალს დავამთავრებ. ცეგბადიძე რატომ ხარ ლაპარაკობთ? და იცით თუ არა, რომ ვაქცინაცია უარესი იყო ცეგბადიძის დროს და მკურნალობა. ვაქცინაცია არ არის მკურნალობა. რომ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა პროცენტულად, ვიდრე კოვიდით დაიღუპა. პროცენტულად. იმიტომ რომ ის წამალი, რომელსაც იყენებდნენ პირველ ეტაპზე, იყო ძალიან ტოქსიკური. და მე მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ მუშაობდი, სადაც ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩვენთანაც მუშაობდა, მომცა კონფიდენციალური ინფორმაცია. და იცით რომ ეს იყო საცდელი პოლიგონი, როგორც ყოველთვის ცეგეპატიძე. და იცით რომ 2020 წლის იანვრის დასაწყისში ჩამოვიდა აქ ამერიკის ფედერალური ბიუროს FBI-ის ეგრეთ წოდებული აბრევიატურა კომისია, რომელიც იკვლევდა ამ საკითხს. მექსიკაში იყვნენ, დაიჭირეს ხალხი და დახურეს ეს პროგრამა. ჩვენთან ეს იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა, კოვიდი დაიწყო, წავიდა, რა უნდოდა? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კუდარისული იყო, ძალიან ბევრი იყო სიკვდილი და ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა. ჩამოვლენ ხელახლა არ ჩამოვლენ, მაგრამ ეს ხალხი კი გაანთავისუფლეს, უკვე ვინც ამას განაგებდა. და საინტერესოა, მკვდარისულების გაყიდვისგან რამდენი ფული მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის გააკეთეს. იმაში აზერბაიჯანში, სამხრეთში, ყაზახეთში რამდენი გაყიდეს ეს ვაქცინა. ეს ყველაფერი ამით მე დავამთავრებ შესავალს. და ერთი რაღაცა გავთინა, იმდენად დავშტორმებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით. თქვენი ორგანიზატორული ნიჭით და მიდგომით საქმისადმი რომ გთხოვთ, როცა წელს გვექნება ჩვენ უკვე 58 სამედიცინო სასწავლო სკოლა კონფერენცია და სამედიცინო სკოლა კონფერენცია 26 ივლისიდან 1 მაისით გთხოვთ რომ იქნებ ამისთან რამე იქ გავაკეთოთ. და გადავიღეთ ამას და ეს ისტორიაში კი არ შევა დაეხმარება საქართველოს ბევრ რაღაცაში. ეს ალბათ მე მგონია ეს უნდა იყოს ამ დასაწყისში, ამ ბოლოში. ბოლო გვაქვს ჩვენ თქვათ ეს არის შაბათი, ეს პირველი რიცხვი 2 საათი. ეს 1 მაის, კაიდრია. მაის თუ ივნის? ისა არა, ივნის, ბოდიში. აგვისტოს მე სულ იმაზე ვარ გადასული ჩვენ კონფერენციები გვაქვს ასევე სხვა საზღვარგარეთ და აი ეს რაც ეხება ასეთ იმას თუ შეძლებ კარგი იქნება ყველა სურვილს გეპატიჟებით გინდათ 7 დღით გინდათ 2 დღით გინდათ 3 დღით გინდათ ხოლ კონფერენცია დასწრება კარგი იქნება ეს ყველასათვის ჩვენთან ჩამოდიან მხოლოდ პროფესიონალები ხოლოდ ცნობილი ხალხი, მათ შორის საზღვარგარეთთან წამყვანი სპეციალისტები და კონტაქტების კარგი იქნება. და ისინიც ნახავენ, რომ ჩვენ ავდგევართ ადგილზე და ვიბრძვით. ის როგორც თავდადებულია ქალბატონი და ჩვენ ასე უნდა ვიყოთ, ავიღოთ მაგალითი. იმისათვის, რომ მოსახლეობას ცოტა რაღაცა ეშველოს, არა მხოლოდ ეკონომიურად, არამედ მედიცინის თვალსაზრისით. მორჩა, ეს შესავალი კიდევ ბევრ ამის თქვა შეიძლება, მაგრამ მომავალში ალბათ ვიზავ. ეხლა რაც ეხება ამერიკის სადაზღვევო მედიცინას. საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე, რომ კიდე ბევრი მაქვს. იქნება არ მინდა ამერიკა და ისინი მოგვაწოდოთ. კი ბატონო, მაშინ კითხვა-პასუხით შეიძლება ვიბაშოთ, თუ იქნება. პირველი, რაც ეხება და რატო გვაინტერესებს? რა არა გვაქვს, იმათ რა. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ჩვენთან დამცარი წარმოდგენა აქვს ამერიკაზე, რომ იქ არის ფასიანი მედიცინა, ძალიან ძვირად ღირებული მედიცინა და დაზღვევაც არის, თუ არის, ისაც არავინ არ იცის როგორი ტიპის დაზღვევა. იცის ვინმე, რომ იქ არის ავადმყოფოები, რომელსაც არ აქვთ მოგება. იქ კერძო ავადმყოფოებიც არის. მოგება არა, ის კარი არაპროფიტული ავადმყოფოები. იქ რაც შემოდის, თანხა პაციენტთან იქნება სადღაც კამპანიებიდან ის ქალბატონო ქინა. იხარჯება ხოლმე და იმას მოგება არა. ამიტომ ნალოგებს არ იხდიან. როდესაც ჩვენ დავსვით ეს საკითხი პარლამენტის დონეზე,
ადრეც ეხლაც არჩევნების წინ ქონდა მე და მალხასკეს შეხვედრა პარლამენტის მოადგილესთან, თავმჯდომარის მოადგილესთან, ხმა არ ამოიღეს. ის რა თუნდა რომ არ შემოვიდეს ზედმეტი ფული ნალოგების სახით, მაგრამ მოსახლეობის როგორ არის უკეთესი? უკეთესია იყოს ისეთი სამართყოფო, სადაც მოხმარდება პაციენტს, პერსონალს და ზედმეტი ფასი არ იქნება დაწესებული, იმიტომ რომ დახუროს ეს ამბავი ნალოგები გადაიხადოს, გადასახადო რაც გადაიხადოს და პლუს ესე იგი მოგებას დარჩეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეხლა კიდე ერთი რამეა. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეგეთი რამე არსებობს. ძალიან ბევრი რამე არსებობს, გეუბნებით, შეიძლება 3-4 საათი ველაპარაკოთ, ვერ დავფარო ეს ამბავი, ძალიან მოკლედ ვიტყვი. რა დაზღვევების ვარიანტი არსებობს. იქ, ესე იგი, პირველი რამდენი პროცენტი ამერიკელების დაზღვეულია. ჩვენ ვიცით, რომ ობამას პროგრამა შემოვიდა 2010 წელს, 2000 ფურცელი იყო იქ. 2000 ფურცელი. დიდხანს მუშაობდნენ და ობამა ქეა დაარქვეს ამას. შეიცვალა ის სადაზღვეო სიტუაციები. რესპუბლიკელები წინააღმდეგ იყვნენ. ეხლა ტრამპი რას ეზავს? არ ვიცი. უნდა სასამართლო იყო ბოლოს ესე იგი ობამას საკითხი გადართა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს დონეზე და გადადა ობამას სასარგებლოდ. ესე იგი 3-2-ზე იყო. იქიდან 3-2 იყო ესე იგი დემოკრატი, ერთი რესპუბლიკელი. და რესპუბლიკა ხმა მისცა იმას. მიუხედავად რომ რესპუბლიკელი იყო, ისინი წინააღმდეგ მისცა ობამა ქეას პროგრამით, რომ მართლა კაი რამე იყო. 59% ამერიკელების დაზღვეულია თვითონ არა. იმ პატრონის მიერ კორპორაცია ვისთანაც მუშაობს. ნახევარი თითქმის. ისინი არიან დაცული, ვალდებულები არიან გადაიხადოს. შემდეგ 20% იმ პროგრამით, რომელსაც ეწოდება Medicaid პროგრამა. ანუ ეს არის და Medicare. ესე იგი Medicaid ეს არის ის, რაც ეხება დაბალ შემოსავლიან ხალხს, ეს იქნება პენსიონერები და ახალგაზრდობა. იხდიან. Medicare კიდე ეს არის ძირითადად ინვალიდები, ზოგიერთი ნაწილი ბავშვების და ასევე სამხედროები. არის ასევე პროგრამა ვეტერანების, რომელსაც იხდის სახელმწიფო დაზღვევას ესე იგი უხდის ვეტერანების, ომის ვეტერანების. არამშრომის ომის და არის ბავშვებისთვის ცალკე ინვალიდ ბავშვების და უშედეგო ბავშვების. ეს რაც ეხება იმას. შემდეგ 6% ეს რაც დაემატა ობამას რეფორმის შემდეგ. ობამას რეფორმის შემდეგ ყველა ვალდებულია იყოს დაზღვეული. ვინც არ დაიზღვევს თავს, ის ჯარიმას იხდის. ჯარიმას იხდის. და იქ თუ ბავშვი 26 წლამდე ცხოვრობს მშობლებთან, ისიც უნდა იყოს დაზღვეული, ესე იგი, ვინც დაიკითხა ეს პროგრამა, ის იცის. ამაზე მე მქონდა 3 პრეზენტაცია, ესეთი დიდი პროგრამა საათიანი. და ბოლოს, ესე იგი, 1% ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც იხდის, ესე იგი, ისა რა ქვია, პენტაგონი იხდის. პროგრამა სამხედროებისთვის. რამდენს არ აქვს, თუ შევაჯამებთ, ხოლო 9%-ს არ აქვს დაზღვევა ამერიკაში. ეხლა ეს რას ნიშნავს? იხდიან თუ არ იხდიან, ვინმე რამეს იქა. ძალიან თავისებური მიდგომაა. მაგალითად, თქვენ ოპერაცია გაიკეთეთ და ღირს ეს ოპერაცია პირობით $10,000. იქიდან ესე იგი 8,000 იხდის და 2,000 თქვენ უნდა გადაიხადოთ. ეხლა ასეთი მიდგომაა, ეს ერთი. მაგრამ ამ პროგრამებს შორის კიდე არის დიდი სხვაობა. ესე იგი, არის რა პროგრამებია? Evolutionary Health Maintenance Organization, HMO, ესე იგი, სამანტყოფოების სია და თერაპევტი, ვისთანაც მიდიხართ,
გაძლევთ შესაძლებლობას ამ სამართყოფის სიიდან, რომელიც ამ პროგრამაში აირჩიოთ სათანხმოდ. მეორე პროგრამა ეს არის Preferred Provider Organization, აქ ესე იგი უფრო ფართო სპექტრია და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ისიც რომელიც თქვენ გინდათ, მაგრამ უკვე საკუთარ ჯიბიდან უნდა დავუმატოთ, გადაიხადოთ. მესამე, ეს არის Point of Service ეგრეთ წოდებული ვარიანტი, შეიძლება პირადი ესე ვთქვათ, სურვილი რომელიღაც ექიმთან ჩაეწეროთ იმის პირსამართყოფაში, აირჩიოთ არა მხოლოდ სამართყოფო ექიმი, მაგრამ 2 მარკს იხდით. აქედან ბოლოს ეს არის Exclusive Provider Organization. ეს იგივე ვარიანტია, რომელიც ესე იგი შეიძლება გამოიყენო. მაგრამ თქვენ თვითონ სადაც გინდა წავდით, ვისთან წავდით, მაგრამ აქ უკვე შეიძლება 2-ზე მეტის გადახდა, 2-ჯერ მეტის გადახდა მოგიწიოთ. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, რომ სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური დახმარება ცალკე დაზღვევით იზრდება. არ ხდება დაზღვევა, ესე იგი პლასტიკური კოსმეტიკური ოპერაციების არ ხდება ზოგიერთი რამე კიდე ისეთი, სქესის გადაკეთება ეს არ არის. ეხლა ჩვენთან ეს აქტუალური საკითხი აკრძალული, მაგრამ იქაც აიგზავნა, მაგრამ ევროპაში დადიან ეხლა ამის ესე იგი ეს ამბავი. ხო, ეხლა სად შეიძლება იყიდო? არის სპეციალური health insurance marketplace 15 ნოემბრიდან 15 თებერვალამდე შეიძლება შეხვიდეთ და იყიდოთ დაზღვევა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაზღვევა ასე თუ ტურისტი ხართ, მაგრამ უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რომ $1500 თვეში ნაკლები გაქვთ შემოსავალი. მოგცემენ დაზღვევას. ტურისტებსაც არავინ არ იცის, მაგრამ ეგ ფაქტია. ვინც წავა ამერიკაში შეგიძლიათ შეიძინოთ, თუ ესე იგი იქნება ეგეთი უფასოდ მოგცემენ. იგივე პირობებით რაც აქ ჩამოვთვალე. ასევე საინტერესო ის არის, რომ დაზღვევის ფორმა სხვადასხვა. იქ არის პლატინუმის, ეგ არის ოქრო, არის ბრინჯაო, ვერცხლი და ეგრეთ წოდებული მინიმალური. სხვადასხვა ფორმებია. იმის და მიხედვით თუ რას აირჩევთ და ასე შემდეგ. ეხლა თუ თქვა თქვენ მიდიხართ სადმე, გადადიხართ ქალაქიდან ან შტატიდან და შტატში, იქ გაქვთ უფლება სხვა დროს შეიძინოთ ეს პოლისი. არ არის აუცილებლად ჩაჯდებთ იმ ჩარჩოებში, რომ 15 ნოემბერი, 15 თებერვალი არსებობს. ეგეთი ამბავი. და როგორ ხდება ეგ? ყველა შტატს შეგიძლიათ ყველა შტატს მიმართოთ, იქაც არის თავისი ფორმები, მაგრამ ეს ცოტა ნაკლები იქნება. ეხლა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარება იქ თავისებურია, იქ ექიმები არ მუშაობენ სასწრაფო დახმარებაზე. არავინ არ არის, იქ არის ეგრეთ წოდებული პერსონალი, რომელიც შეიძლება გაუწიოს დახმარება გეხანძრებმა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ უნდა მიიგიყვანოთ თქვენ გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ მიგიყვანეს, უკვე სხვა სიტუაცია, ეს უფასოა. დანარჩენი პასიადი, ესე იგი ეს სასწრაფო დახმარება. არის კიდევ ერთი საინტერესო რამე, ვინმე თუ იტყვის, რომ იქ უფასო მედიცინა არ არის, ძალიან ცდება. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, იქ არის საოლქო სამართყოფოები, იქ არის საოლქო სასწავლო სამართყოფოები, არის ეროვნული, მაგალითად ებრაელების, ირლანდიელების, მექსიკელების, სადაც ვისაც უნდა მივა და არა მხოლოდ ამ ეროვნების წარმომადგენლები, ვინც გინდათ გაუწეს უფასო დახმარება. იქ რაღაც მინიმალური სიხდი, რაღაც $30 და მორჩა. მშობიარობა, რაც ძალიან ბევრს, თუ თქვენ დაზღვევა არ გაქვთ, 30-დან 50 გააჩნია, $10,000-ზე იხდით. მაგრამ თუ გაქვთ, არის $35. იქ მეტი არაფერი. ეს არის მნიშვნელოვანი ყველა მომენტები და იმიტომ რომ კიდე შეიძლება ბევრი რამე თუ არა ჯობია თუ შეკითხვა გაქვთ, მოკლედ გიპასუხებთ და თუ საჭირო იქნება ჩვენ ამაზე კიდე ვილაპარაკებთ ჩახში.
ჩამში გექნება 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. ხოლო გეპატიჟებით და გვინდა რომ აუცილებლად ეგეთი რამე გავაკეთოთ. ამისთან კაი ხალხი ვნახოთ და ამისთან კაი ხალხთან ურთიერთობა გავაგრძელოთ. დიდი მადლობა.